ხადია პროცესებისგან, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში, დაზარალდება გადასახადის გადამხდელი, დაზარალდება აუცილებლად თითოეული მოქალაქე და ეკონომიკა და მე ჯერჯერობით მიჭირს დავინახო ჩამნაცვლებელი, თუნდაც იმ ათასობით დასაქმებული ადამიანისა, რა ვიცი, დაწყებული მძღოლებიდან დასრულებული იურისტებით, ფინანსისტებით, სოფლის მეურნეობის თუ ეკონომიკის სპეციალისტებით, ვინც დასაქმებულია თუნდაც ერთი მიმართულებით ვიტყვი საერთაშორისო პროექტებში. საერთაშორისო პროექტებში, ვისთვისაც დღეს დადგა საფრთხე და სრულიად რეალური, რომ ამ პროექტებს სამუდამო გაჩერება, შეჩერება ემუქრება. ჯერ მხოლოდ საფრთხეზეა ცხადია საუბარი და 2 თვეში იქნება ცნობილი დანარჩენი, რა პროექტები გაგრძელდება, რა არა, თუ ცხადია სულაც არ გაჩერდა. მე მიჭირს ასევე დავინახო, ვინ ჩაანაცვლებს იმ ათასობით კვადრატული მეტრის საოფისე ფართობის იჯარას, რომელიც დღეს დაწყნარებულზე აქვს გაცემული მის მეპატრონეებს, რადგან თითოეული გაჩერებული პროექტი არის მინიმუმ -1 საოფისე ფართის იჯარა. ხოდა ახლა ეს ყველაფერი დააჯამეთ, გადაიყვანეთ გადასახადებში და მიიღებთ საერთოდ დიდ სურათში საკმაოდ ბევრ ახალ უმუშევარს, შენელებული ეკონომიკის პროცესებს. თუ ეს გასახარია, კი ბატონო, შეუძლიათ ამით უკიდეგანოთ იხარონ, ვიცი, ქართული ოცნების უნგრეთის და აზერბაიჯანის მმართველი პარტიის წარმომადგენლებს. კლებაშია დეპოზიტები ლარში, ეს არ არის ასევე კარგის ნიშანი, ისევე როგორც არ გაიზრდება საგარეო გადმორიცხვები, ანუ რემიტენსები და ინვესტიციები, რა სურათიც არ უნდა იხატებოდეს ყველაზე ხატოვანი მცდელობებით და ზეთის თუ აკრილის დახმარებით. მე პირადად არ ველი, რომ ეკონომიკას ამ ვითარებაში დრამატული ჩამოშლა ელის. არა, სამისო წინაპირობები არ ჩანს. შესაბამისად, გარკვეული რეზერვებიც არსებობს და ეკონომიკას თავისი ინერციაც ახასიათებს და ესე ერთბაშად მის ჩამოშლას, რასაც ქვია ჯვარი აქაურობას, სხვა მოქმედება და ვითარება სჭირდება, რისი წინაპირობაც ასევე არ არის. ეკონომიკა უბრალოდ გადავა ეს პასიურ ვითარებაში, ადამიანები აღარ დახარჯავენ იმდენს, რასაც ხარჯავდნენ ადრე, შესაბამისად აღარ გაიყიდება იმდენი, რაც იყიდებოდა ადრე. და ვითარება დაემსგავსება დაახლოებით იმ მდგომარეობას, რაც არის სამშენებლო, ანუ დეველოპერულ ინდუსტრიაში. როცა იპოთეკები, ანუ სესხები უძრავ ქონებაზე ისე არ იზრდება, როგორც თვითონ დეველოპერული ინდუსტრია, ანუ მშენებლობები საკუთრივ. რის გამოც მშენებლებს ახლა უწევთ საკუთარი თანხები მეტად ჩადონ პროექტებში, როცა ადრე, კატლავანი არ ქონდათ გათხრილი და გაყიდული იყო ლამის ყველაფერი. ხო და ამას პირველადი გაყიდვები ჰქვია. და ის მკვეთრად ჩამორჩება მიწოდებულ სამშენებლო მოცულობებს და ფართებს, რაც ნიშნავს მოთხოვნის შემცირებას და როგორც მოგახსენეთ, თუ ადრე მომავალი მყიდველის ფულით აშენებდნენ სახლებს დეველოპერები და მშენებლები, ახლა სულ უფრო მეტად უწევთ სესხებით ამის გაკეთება, რადგან მყიდველმა იკლო, ანუ პირველადმა გაყიდვებმა. ხო და ჯამში ამ ინდუსტრიის მაგალითზე სულ ეს არის, თორემ, რა ვიცი, 1000 შეგონებით და მანიპულაციით ეროვნული ბანკი და მთავრობა თავს მოიკლავენ კურსის, ანუ ლარის კურსის შენარჩუნებაზე და რა თუნდა ახლა ამას საუბარი, უბრალოდ ყველა რესურსი სამწუხაროდ ჩვენში ლიმიტირებულია. ასეთი მცირე ბაზრის და ეკონომიკის პირობებში. რადგან საკმარისია ერთი გაუთვალისწინებელი სისტემური სანქცია, ან საგარეო გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება ამოაყირაოს ვითარება. თორე სხვა მხრივ, ინერციული ეკონომიკური კლებისკენ ადაპტირება შემდგარია, ფასები ასახულია, ფასები საქართველოში, ხორვატიას და ესპანეთს არ ჩამოუვარდება, თუ უფრო მაღალი არ არის, ასე რომ პრობლემა იქნება ამ ეკონომიკის კვება. რა ფული შემოვა ქვეყანაში და მხოლოდ ამერიკაში და დანარჩენ მსოფლიოში გახინძვნილი ქართველები მთელი ქვეყნის ეკონომიკას ვერ შეინახავენ. შეიძლება შეინახონ ოჯახები, ნათესავები, მეგობრები, მაგრამ მთელი ქვეყნის ეკონომიკას ვერ შეინახავენ. ამიტომაც გარდულად გაძვირდება თითქმის ყველაფერი და რაც მთავარია, გაძვირდება რესურსები, გაძვირდება ფულის მომსახურება. ეს არის ჩემი პროგნოზი, რომელიც დაახლოებით 3-4 თვის მანძილზე მე არ ველი რაიმე ტიპის ღრმა კრიზის, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ უკიდურესაა რაიმე საგარეო შოკმა, ან რაიმე ტიპის საგარეო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და თავად ქვეყნის მიმართ, ესეთი კრიზისი ჩამოსაშლელი მოსალოდნელი არ არის. ისევე როგორც კარგად ვართ გამეცადინებული შიდა ამბებში, შეცდომების დაშვებაში ქვეყნის შიგნით, რაც ასევე სერიოზული რისკ ფაქტორია ჩემო ბატონო. კრიზისის გარდა მე
ველი, რომ მთელი რიგი კომპანიები და მისი აქციონერები, აი ამას კი ნამდვილად ველი, აქციონერების სტრუქტურა შეიცვლება მოსაოდნელი სანქციების ფონზე, მოხდება წამყვანი კომპანიების დიდი ნაწილის გადაფორმება მესამე პირებზე, რათა მოხდეს დაცვა სანქციებისგან, რომელიც იმედია არასდროს არ შეეხება საქართველოს მოსახლეობას და ჩვენ საფინანსო სისტემას, რადგან ასეთი დაშვების შემთხვევაში კოლაფსი უბრალოდ გარდიდება.